გასულ ტელემაყურებლებო, დღეს პარასკევია და ეთერშია ვეკუა TV. 27 თებერვალს სკოლაში მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა კონკურსი ჩემი თვალის დანახული ოკუპაცია. კონკურსი მოიცავდა საქართველოს ოკუპაციის თემას, რომელიც რასადროდის ფორმატში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდა სულ 16 გუნდი, დაძაბულ შეჯიბრში კი მე-9 კლასის გუნდმა იუნკერებმა გაიმარჯვეს. გამარჯვებულ გუნდებს ჯიური გადასცა პრიზები და სერტიფიკატები. ახლა კი გადავიდეთ რუბრიკაზე ვეკუა ჭურჭურტანაში, განსაკუთრებით საინტერესო სიუჟეტი კი ქიმიის მოყვარულებს გელით. მოდი დავიწყოთ. ტელემაყურებლებო, ეთერშია რუბრიკა ვეკუა ჭურჭურტანაში. მე კი მისი წამყვანი ემილია ხუხუა გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარი არის სკოლის და არა მარტო სკოლის უამრავი სახელმძღვანელოს ავტორი, საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი, ვეკუას ქიმიისა და საოლიმპიადო წრის პედაგოგი და უბრალოდ უზირფასესი პიროვნება ძალიან ბევრი მოსწავლისათვის, ქალბატონი დინათინ ბუთხუზი. მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით პირველ რიგში? მოგესალმებით, მადლობთ, კარგად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, მადლობა მობრძანებისთვის. უკვე რამოდენიმე წელია, რაც ამ საგანს ხელმძღვანელობს სკოლაში და ზოგადად საქართველოშიც და ასევე ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი ხართ. მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ და როგორი შეგრძნება თქვენთვის ამ სკოლაში სწავლება ამ საგნის? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. რაც შეეხება ქიმიის საოლიმპიადო წრეს, უფრო მეტად ყურადღებას ამ ნაწილზე გავამახვილებ. ვეკუა სკოლაში ვმუშაობ 2016 წლიდან, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქიმიის ნაკრებს ხელმძღვანელობ 2014 წლიდან. მას შემდეგ რაც საქართველოს ზოგადად ჩაერთო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. პირველივე წლიდან ჩემი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ამ ოლიმპიადაში, ჩართულები იყვნენ. ოლიმპიადა ზოგადად შეიძლება პირობითად ორ ნაწილად გავყოთ, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, რომელიც ტარდება ეროვნულ დონეზე და შემდგომში უკვე მათგან გამარჯვებული მოსწავლეები შერჩევის წესით უკვე ხდებიან ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის ნაკრებში. ორივე ნაწილში ვარ ჩართული, სკოლაში არის ქიმიის საოლიმპიადო, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის და შემდგომში უკვე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი წრე, რომელსაც ვხამძღვანელობ პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც ამ სკოლაში ვმუშაობ. და ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საქმეა, რომელსაც ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ძალიან დიდი უპირატესობა გააჩნიათ იმ კუთხით, რომ ეს სკოლა არის გაძლიერებული ფიზიკა-მათემატიკის თვალსაზრისით, ქიმიის ოლიმპიადას კი აუცილებლად სჭირდება როგორც ფიზიკის კარგად ცოდნა, ასევე ქიმიის კარგად ცოდნა და მათემატიკის პლუს კარგად ცოდნა ქიმიასთან ერთად და შესაბამისად ეს მათი პრიორიტეტია და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი წვლილი შეაქვს მათ მომავალ წარმატებაში. რამდენად განსხვავდება ამ წრის მეცადინეობები გაკვეთილებისგან? პროცესებს. ზოგადად წრის მეცადინეობები ბუნებრივია განსხვავდება, იმიტომ რომ ბუნებრივია პროგრამა განსხვავებულია. მართალია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ძირითადად ეყრდნობა სასკოლო პროგრამას, თუმცა არის გაღრმავებული და გაძლიერებული, შესაბამისად საჭიროებს გარკვეულად მოსწავლეებში დამატებითი როგორც უნარების, ასევე ცოდნის მიწოდებას. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტად და გაძლიერებულად გაღრმავებულად შეისწავლონ, რამდენადაც მხოლოდ სკოლის პროგრამა ამისთვის ბუნებრივია საკმარისი არ არის. შესაბამისად, საოლიმპიადო გაკვეთილები ტარდება დამატებით კვირაში სხვადასხვა სიხშირით, გააჩნია რომელი კლასის მოსწავლეები არიან, შერეული ფორმატით, როგორც დასწრებულ რეჟიმში, ასევე ონლაინ რეჟიმში. ასევე ძალიან ბევრი მოსწავლეა ცნობილი თავისი წარმატებებით ამ მსოფლიო ასპარეზზე, რომლებიც ძალიან დიდი დამსახურება თქვენი მიუძღვის. რომ მოგვიყვეთ რამოდენიმე ის შესახებ, რა გზა გაიარეთ და რა იყო მთავარი мотиваცია თქვენი? ჩემი мотиваცია აქედან დავიწყე, ყოველთვის არის ჩემი მოსწავლეების წარმატება. და ამ სკოლაში მოსვლამდეც ჩემი მოსწავლეები ძალიან წარმატებულად ასპარეზობდნენ როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით და დღესდღეობით ბევრი მათგანი უკვე პრაქტიკულად გამართული და ჩამოყალიბებული მეცნიერია, რომელიც მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ სკოლაში, ბევრი მოსწავლე იყო, რომელმაც წარმატებას მიაღწია, თუმცა
ფიქრობ მაინც გამოვყო ის გოგონები, რომელიც დღესდღეობით სრული დაფინანსებით სწავლობენ MIT-ში, ქეთი პერანიძე და ლიზი დარჩია, რომლებიც იყვნენ ერთმანეთის პარალელურ კლასელები. მე-7 კლასიდან სრული დატვირთვით მუშაობდნენ იმისთვის, რომ ეს წარმატება მიეღწიათ. ორივეს ჰქონდა მედლები საერთაშორისო ოლიმპიადაზე, მათ შორის ქეთევან პერანიძეს მედალი ჰქონდა 3-ჯერ აღებული. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი წინაპირობა იყო იმის, რომ მათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში მიიღეს სრული 100%-იანი დაფინანსება და დღესდღეობით არიან ამ უნივერსიტეტების წარმატებული სტუდენტები. რაც შეეხება მათ მუშაობას, შემიძლია ძალიან ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თავდაუზოგავად იშრომეს და იმუშავეს იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიეღწიათ. მათ უწყობდათ ყველანაირი პირობა ხელს, ეს იყო სკოლა, შესაძლებლობები, უნარები და რაც მთავარია, მათი მუნდომება. რომ თავი არ დაეზოგათ. ბუნებრივია, ეს წარმატებები არ მოდის უბრალოდ შემთხვევით, ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა. ბუნებრივია, შრომა სჭირდება ნებისყოფა და სამაგიეროდ შედეგი არის საუკეთესო. შესაბამისად, ყველას მინდა ვურჩიო, რომ გაითვალისწინონ მათი მაგალითი, რომ შეუძლებელი არაფერია, აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. როგორც არ უნდა იყოს ჩვენი, ვთქვათ, მიზანი, რომელი სპეციალობაც. ნიშნულოვანია, რომ რასაც აირჩევ, იმ საქმეში აკეთო მაქსიმუმი, ჩადო მაქსიმუმი და შესაბამისად შემდგომში უკვე ქიმიის ოლიმპიადის მედალი გექნება თუ სხვა ოლიმპიადის მედალი, ბუნებრივია ეს ყველა ვარიანტში ნებისმიერ უნივერსიტეტში იქნება მათი ერთ-ერთი წარმატების საწინდარი. და ბოლოს ტრადიციული კითხვა, რა რჩევებს მივსემდით იმ ბავშვებს და მოსწავლეებს, რომლებიც ჩართული არიან ამ საგნის შესწავლაში და უნდათ რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისევ უკვე წარმატებული მოსწავლეების მაგალითზე, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ნებისმიერი თუნდაც პატარა თუ დიდი წარუმატებლობის შემთხვევაში არ დაყარონ ფარხმალი და იბრძოლონ შემდგომი მიღწევებისთვის და მნიშვნელოვანია გქონდეთ მკვეთრად და მკაფიოდ გამოხატული მიზანი და თავდაჯერებულად, მოტივირებულად და მიზანმიმართულად ამ მიზნის მიღწევად გააკეთონ ყველაფერი. რაც შეეხება ჩემი მხრიდან, რაც შემიძლია რომ გავაკეთო, მე ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლის გვერდით ვიყო და მხარი დაუჭირო მათი მიზნების მიღწევაში. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო ინტერვიუსთვის. მე კი გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე ნახვამდის. მადლობა. მოგესალმებით, ეს არის რუბრიკა ქართველი მეცნიერები და მე ვარ მისი წამყვანი მაშა ბროძელი. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ცნობილ და გამორჩეულ ქართველ მეცნიერზე, ანდრია რაზმაძეზე. ანდრია რაზმაძე დაიბადა 1899 წელს ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენისში. 1906 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, სადაც გამოავლინა მათემატიკისადმი მიდრეკილება. სულ რამდენიმე თვეში ჩააბარა მე-6 მე-7 კლასების საკმაოდ რთული კურსი უმაღლესი მათემატიკის ელემენტებით. ამის გამო მათემატიკის მასწავლებელმა ურჩია მოსკოვის უნივერსიტეტში შესულიყო მათემატიკის ფაკულტეტზე. ნიჭიერ ყმაწვილს კი როგორც რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებელს ამის უფლება არ ჰქონდა. ანდრია რაზმაძეს კი სწორედ მოსკოვის უნივერსიტეტში სურდა სწავლა, მაგრამ მის სურვილს წინ ეღობებოდა ისიც, რომ ლათინურის კურსი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ გადაწყვიტა მოსკოვის უნივერსიტეტში თავიდან თავისუფალ მსმენელად ჩარიცხულიყო. ჩაირიცხა კიდეც 1906 წელს, ხოლო 1907 წლის მაისში ლათინურის გამოსაც ჩააბარა და იმავე წელს სტუდენტად გადაიყვანეს მათემატიკის სპეციალობაზე. ანდრია რაზმაძე ითვლება საქართველოში თანამედროვე მათემატიკური მეცნიერების ფუძემდებლად. იგი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი. სწორედ მის მიერ არის შედგენილი ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები და სასწავლო გეგმები. მან პირველმა წაიკითხა მშობლიურ ენაზე მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი.
დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში და საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას. ივანე ჯავახიშვილი 1925 წელს გამოცემული მათემატიკური ტერმინების ლექსიკონის წინასწარ სიტყვაობაში წერდა: ტერმინების უმრავლესი ნაწილი რაზმაძესთან ერთადაა დამუშავებული და მრავალი ტერმინი პირდაპირ მისი შრომებიდან არის ამოღებული. ანდრია რაზმაძემ მათემატიკის სპეციალობით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი, სადოქტორო დისერტაცია კი პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა. სადისერტაციო ნაშრომში მან პირველმა გამოიკვლია ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანები წყვეტილ წირთა კლასში, რითაც საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას. მისი შემდგომი მუშაობაც ვარიაციულ აღრიცხვას ეხებოდა. რაზმაძის შრომები გამოქვეყნებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მთავარ ჟურნალებსა და კონგრესის ანგარიშებში. ანდრია რაზმაძე გამოირჩეოდა პატრიოტიზმით. იგი ყოველთვის ცდილობდა წარმოეჩინა საქართველო. ყველგან და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ იყო საქართველოს თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი. ის თავის ნაშრომებს ძირითადად ქართულ ენაზე წერდა, თუმცა შესანიშნავად იცოდა სხვა ენებიც. 1920-იან წლებში ევროპისა და ამერიკის ცნობილი უნივერსიტეტებიდან მიღებულ მრავალ მომხილველ შემოთავაზებას რაზმაძე არ დათანხმდა, რადგან სურდა მუშაობა საქართველოში გაეგრძელებინა და წინ წაეწია ქართული მეცნიერება. მისი მოთხოვნით ჯერ კიდევ 1924 წელს მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე საქართველო გახდა მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი, როცა ბევრი ცნობილი ქვეყანა ამ კავშირის წევრად ჩვენს შემდეგ მიიღეს. 1929 წელს, როდესაც ანდრია რაზმაძე უცხოეთში ახალი მივლინებისათვის ემზადებოდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი დაასაფლავეს დიდუბის პანთეონში. 1999 წელს კი მშობლიური უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს. გარდაცვალების შემდეგ ანდრია რაზმაძის სახელი მიენიჭა ქალაქ ქუთაისის ნომერ 51 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას. დღეისათვის სულ ეს იყო. რუბრიკა ქართველი მეცნიერები გებშვიდობებად შემდეგ პარასკევამდე. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, ეს კი რუბრიკა ხუთი კითხვა მასწავლებელთან. მე მისი წამყვანი სოფია ლორია გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი სკოლის მათემატიკის პედაგოგი ალექსანდრე ნევსაძე. მოგესალმებით. ჩვენი პირველი კითხვა იქნება, რომ მოგვიყვეთ, რატომ გადაწყვეტეთ მათემატიკოსობა, რადგან ყოველთვის ცნობილია ეს საკმაოდ რთული პროცესია. მართალი გითხრა, არასოდეს ფიქრობდი, რომ იქნები მათემატიკის მასწავლებელი საერთოდ, თუმცა დედაჩემი მასწავლებელი იყო. მაგრამ აი რთული 90-იანი წლების შემდეგ, როცა ყველაფერი დაინგრა და ნებისმიერი სამსახური იყო კაი, ჩემმა კლასელმა გურამ ქოთორაშვილმა, რაც მადლობას ვუხდი, დამპატიჟა ამ სკოლაში გათავისუფლდა საათები, აი 2000 წლიდან ესე აღმოჩნდა და მე ესე აღმოჩნდა, რომ ძალიან მომეწონა ეს საქმე და სათხარ ჩემიც გახდა. როგორც მოგეხსენებათ, მათემატიკა საკმაოდ კომპლექსური საგანია და მოსწავლეებს საკმაოდ უჭირთ ხან რა აქტივობას, რა სტრატეგიებს მიმართავთ იმისათვის, რომ თქვენი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი უფრო მარტივი გახადოთ. არ გონია, რომ რამე ნოვატორი ვარ და რაღაცა მე ცოტა უფრო ძველი სკოლის აიდაზე ვარ. მე სკოლა დავამთავრე თავის დროზე ამბუთეგაც. იცით და ავდა ფანტასტიკური მასწავლებელი, რომელიც ქმნიდა ძალიან ესეთ რბილ გარემოს გაკვეთილზე, რომ ეს არ არის რაღაცა რთული, რაღაცა არიქა ერთხელ თუ აგიხსენი და ვერ გაიგე და მოვკვდი. და მეტი არაფერი არ იქნება, რაღაცა ნელ-ნელა ვსწავლობთ. არც ის არის პრობლემა თუ რაღაცა ვერ გავიგებთ. არა უშავს, სხვა რაღაცას გავიგებთ და ის იქნება უკეთესი. ანუ არ არის აუცილებლობა, რომ აი ყველაფერი იცოდეთ კარგად. ხო, რაღაცა ვიცი, რაღაცა არ ვიცი. ანუ სიტუაცია უნდა იყოს, გაკვეთილი სიტუაცია უნდა იყოს თბილი, რაღაცა მეგობრული, არც თუ ისე ბევრი დავალება, არც უდას არ ვარლია ბავშვები ვერ დავალებას, რომ სახში ახლა მილებით და კიდე უნდა გავაკეთო და ღამე უნდა გავათენო და რაღაცა მაქსიმუმ 9 საათის 45 და ანუ მე მგონი ბავშვების დამოკიდებულება ამ საგანთან, ხო ისიც არის სპეციფიკურია მართალია, ხო იმიტომ ყველა სხვა საგანში შენ რაღაცას წარმოიდგენ, გინდა ისტორიას, გეოგრაფიას, ქიმიას, ბიოლოგიას, ფიზიკას სწავლა. მათემატიკა არის აქ ფურცელზე რაღაცები უნდა დახაზო, გამოთვალო, ფორმულა გაგახსენდეს, რაღაცები გააკეთო. ხო? რაღაცა თავისი მუღამი უნდა გქონდეს, რომ ეს მოგწონდეს. ხო? თუ მოგეწონა, მაშინ სიამოვნებით აკეთებ, თუ არ მოგეწონა, ცოტა რთულია.
ეხლა ახსენეთ, რომ დავალებებს საკმაოდ ცოტა საძლევთ. თქვენ გაქვთ გამოცდილება როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს. და დღესდღეობით ძალიან ბევრი მოსწავლე ფიქრობს, რომ მათი დავალებები საკმაოდ ბევრია, იმიტომ რომ დაახლოებით სხვადასხვა 15 საგანში უწევთ მათ დავალებების მომზადება. აი თქვენ გადმოსახედიდან როგორც მოსწავლე, როგორც მასწავლებელი, რომელი უფრო რთულია და რამდენად დაეთანხმებით ამას? კი ბატონო, არსებობს ესეთი საერთოდ უფროსებში ორი ხედვა რაც ბავშვების მიმართ, ხო? ზოგი თვლის რომ ბავშვი არის მხოლოდ მომზადება მომავალი ცხოვრებისთვის, ზოგი თვლის რომ ბავშვი არის ამ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი. აი მეორეს მომხელვა. ხო? ანუ კი, უნდა ვისწავლოთ, კი, ეს აუცილებელია, მაგრამ რაღაც უნდა გავერთოთ და მაგისთვის დროც უნდა გვეყოთ და არა ღამეობით ჩუმჩუმად რაღაცა Facebook-ში შევიდეთ. გვაინტერესებს Facebook-ი, რაღაც მაგისთვის დროც უნდა მქონდეს. ანუ კი, რა ვქნათ, ხო? რაღაცა დავალება უნდა მივცე, რაღაცა უნდა ვისწავლო, მაგრამ იმითი არა, რომ აი სულ ყველაფერი მარტო სკოლა, თან ბევრი ბავშვი კიდე რაღაც სექციებზე დადის და ჩემ შვილიშვილებზე ვიცი, რომ აი დილიდან სკოლაში მიდიან, მერე ცურვაზე, მერე ცეკვაზე და საღამოს 8-9 საათზე რომ მოვლენ სახში დაღლილები მეცოდებიან და რომ ეს ბავშვობა არ წარმართვა. შეგძლების და გვარით. დიახ. ასევე ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით ბავშვების ზაფხულის სადეგებს იქიდან გამომდინარე, რომ მეტი თავისუფალი დრო გვექნება, მეგობრებთან გასართობად, უბრალოდ თუნდაც დასასვენებლად წიგნის წასაკითხად და ასე შემდეგ. როგორია ეს პროცესი თქვენთვის? ჩემთვის აი წიგნის დასაკითხვა ცოტათი ეს რთული სენტენცია იყო, რომ ზაფხულს ელოდები, იმიტომ რომ უფრო მეტი დრო გექნება. მე თმაქნას ესეც იყოს. კითხვა დამოუწდო უკვე. როგორია ჩემთვის ეს ზაფხული ძალიან კაი პერიოდია. თბილა, ვისვენებ. მათემატიკა მავიწყდება. აი გამრების ტაბულის დონეზე ჩავდივარ, თითქმის. და მე სექტემბერში ნენელა შევდივარ ბავშვებთან ერთად, შევდივარ ფორმაში, რა ვქნა უნდა. ვასწავლო კიდევაც. დიახ, გარდა ზაფხულის აღზრდებისა, ჩვენ მაინც როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები, მაინც ვცდილობთ პატარა დრო მაინც დავუთმოთ ჩვენთვის განწვრთნის საშუალებებს, სხვადასხვა აქტივობებს თუ ხობებს. რა არის თქვენთვის ესეთი ჰობი თუ აქტივობა, რომელიც თქვენი განწვრთნის საშუალებაა? ეხლა უკვე 17-18 წელი რაც ბავშვები გამეზარდა, მე და ჩემი მეუღლე გადაცებული ვართ მოგზაურობით და პრაქტიკულად არ წევთ. წელს არ ვაგდებთ ისე, რომ ერთხელ ორჯერ მაინც სადმე არ წავიდეთ, ძირითადად ევროპაში, მაგრამ ეს არის ჩემი გატაცება, რომ მე თვეების განმავლობაში რაღაც ვზივარ სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ქალაქებში, ვსწავლობ მაგას, რაღაცა მე მარშრუტებს ვამზადებ, როცა ჩამოვდივარ, რაღაცა სურათები, მოგონებები და რაღაცა ეგ რჩება. ანუ ეს მოგზაურობა გახდა, ეს ბავშვობიდან ძალიან მინდოდა, მაგრამ მაშინ არ მქონდა საშუალება. საქართველოს კავშირი იყო, ვინ გაგიშვებდა, მაგრამ ავისრულე ეს რაღაცა ძალიან ბედნიერად, ამით ძალიან ბედნიერად მოვთავს. ნამდვილად კარგია, როცა ოცნებების სასრულების შესაძლებლობა გეძლევა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გეუბნებები თქვენ გადაცემის მაყურებელს, შევხვდებით ჩემს პარასკევს. მადლობთ. მოგესალმებით, ეს არის გამოცანების რუბრიკა მე კი მის წამყვანი საბორი. წინა გამოცანის პასუხი იყო პანდა, დღევანდელი გამოცანა კი შემდგომში მდგომარეობს. რა არის ორი ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოში არავის ახსოვს და არავინ იცის? პასუხი შეგიძლიათ აღწერაში მოცემულ ბმულზე გამოგიგზავნოთ. მოგესალმებით. გიბრუნდება საკვატივი მარგი გადაცემით, მე კი მისი წამყვანი, ელენე შენია გახლავართ. მე გახლავართ ექიმი სტომატოლოგი, თერაპევტი, ქირურგი და ორთოდონტი ანა კოგოლიძე. მუშაობ MQ დენტალში, მათზე კვარცხლბას სტომატოლოგიურ კლინიკაში. გამარჯობა ანა, პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით ჩვენს დროს გამონახვისთვის. ზოგადად არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ყოფილა სტომატოლოგთან. და ამის გარდა ხშირად გამიდია გამოთქმა ყველა ტკივილს გავუძლებ, კბილის ტკივილის გარდა.
დიახ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, ასევე საკმაოდ, მეც არ მინდა ხოს ადამიანი, ვინც სტომატოლოგთან არ ყოფილა და ზოგადად პაციენტებს ახასიათებს ადამიანებს შიშის სტომატოლოგების, რაც დღესდღეობით სტომატოლოგთან ვიზიტი აღარ არის ტკივილთან დაკავშირებული და ჩვენთან მოსულ პაციენტებს ამასთან დაკავშირებით ყოველთვის ვეუბნებით და არქიტექტურული წასულები ამაში თვითონაც სერწმუნდებიან ზოგადად რადგან ეს უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის რომ პაციენტმა არ იქნოს ტკივილი და არ ეშინოდეს ჩვენი თუნდაც ანესთეზიაც უკვე აღარ არის ტკივილთან დაკავშირებული დღევანდელ სტომატოლოგიაში. კი ბატონო. ზოგადად ძალიან საჭირო პროფესია გაქვთ ადამიანებისთვის და მაინტერესებს თქვენ რატომ აირჩიეთ იგი? ჩემ შემთხვევაში ბევრი არ მიფიქრია იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა ოჯახური ტრადიცია იყო მესამე თაობა სტომატოლოგები ვართ და ბავშვობიდან ვიცოდი რომ სტომატოლოგი გავხდებოდი და ესე მარტივად გადაწყდა ჩემ შემთხვევაში სტომატოლოგობა. თავისთავად მედიცინას დიდი განათლება და მოხერხება სჭირდება. როგორ იყო თქვენთვის სწავლის პროცესი, რა სირთულეებს აწყდებოდით და როგორ არ ხერხებდით მათ გადალახვას? ნამდვილად სწავლა საკმაოდ რთულია ზოგადად, მით უმეტეს სამედიცინოზე სწავლა, მაგრამ თავდაუყალავი შრომით, პერმანენტული მეცადინეობით, სწავლებით, მუდმივი სწრაფით წინსვლისკენ ეს რაღაცა დაბრკოლებები გადალახვადია და ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა. თავიდან რა თქმა უნდა არის ბევრი შრომა საჭირო, ბევრი მეცადინეობა, ბევრი გათენებული ღამეები, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა, შრომამ შედეგი გამოიღო და დაგვიფასდა ასევე. კი ბატონო, რამდენად რთულია დასაქმება თქვენ სფეროში და როგორია პროფესიული ზრდის პროცესი? ასევე რა შესაძლებლობები არსებობს ამ მიმართულებით? დასაქმება ვერ ვიტყოდი რომ რთულია, მაგრამ დასაქმებამდე მისვლა არის საკმაოდ რთული, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ უნივერსიტეტის განათლება არ არის საკმარისი. უნივერსიტეტის შემდგომი განათლება უფრო მნიშვნელოვანია, მე ვიტყოდი. უნივერსიტეტის შემდგომ ჩვენ უკვე ვაბარებთ რეზიდენტურაში, რომელი პროფილიდან გამომდინარე ესწავლება იმის მიხედვით არის 1 წლიანი, 2 წლიანი, წელიწადნახევრიანი და ეს რეზიდენტურის სწავლა და რეზიდენტური მიღებული განათლება სტომატოლოგებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ უნივერსიტეტში მიღებული განათლება არ არის საკმარისი რომ დასაქმდე. საკმაოდ კონკურენტუნარიანი სფეროა, მუდმივად ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში სპიკერები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასე ქართველი ლექტორები და პროფესიონალები ატარებენ ლექციებს და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა საქართველოში სტომატოლოგია. და ჩვენ გვაქვს კარგი ლექტორების და კარგი სპიკერების მოსმენის ფუფუნება ძალიან ხშირად საქართველოშიც და არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც ხშირად დავდივართ სხვადასხვა საინტერესო ლექციის მოსმენად. კი ბატონო. ზოგადად დასაწყისით როგორაც ახსენეთ, თანამედროვეობაში აღარ არის ასოცირებული სტომატოლოგია ტკივილთან, თუმცა მაინც ეშინიათ ხოლმე განსაკუთრებით აი ბავშვებს სტომატოლოგთან მიმოსვლით. როგორ ყავდებით მსგავს პაციენტებს? ბავშვებთან უფრო სხვანაირად ვიწყოთ ასე ვთქვათ ურთიერთობას. პირველი ვიზიტი აუცილებელია ხოლმე იყოს გაცნობიტი ხასიათის და არ იყოს პირდაპირ რაიმე მანიპულაციაზე მოსული ბავშვი. კარგია ხოლმე იმ შემთხვევაში, მაგალითად მშობელს თუ მოყვება პირველ ვიზიტზე ბავშვი და თქვათ უყურებს რომ ის მშობელს არაფერი არ ეტკინება, ბავშვისთვის შემდგომ მოსვლა უფრო მარტივია ხოლმე როგორც წესი და ჩვენთან ეს პირველად მოსული ბავშვები აუცილებლად პირველ ვიზიტზე არის გაცნობიტი ხასიათის პირისხმის დათვალიერება, ვაჩვენებთ მათ პირისხმს და ვუხდით სხვადასხვა მანიპულაციის საჭიროებას, ასე ვთქვათ. უკვე შემდეგ ვიზიტზე ნელა ვიტყევთ ბავშვებთან ესე ურთიერთობას, მაგრამ როგორც უკვე ერთხელ ვახსენე, სტომატოლოგია დღეს თითქმის არა და აღარ არის კავშირში ტკივილთან, მაქსიმალურად ხდება გაუტკივარება ანესთეზიით, ასევე ანესთეზიით გაუტკივარებაც კი ხდება ანესთეზიამდე და ამიტომ უკვე თამაშობ პაციენტებს ნაკლებად ეშინიათ შემდეგ ვიზიტებზე სტომატოლოგთან სტუმრობის. კი ბატონო. სტომატოლოგია ზოგადად ბევრს გონიათ ხოლმე რომ მხოლოდ კბილების მკურნალობას ეხება.
რამდენადაც ვიცი, ბარად უფრო ფართო სფეროა და რა არის თქვენი პროფესიის ისეთი ნაწილი, რომელიც ხშირად შემჩნეველი რჩება? დიახ, ბევრს ძალიან მარტივი სფერო გონია სტომატოლოგია, მაგრამ ძალიან ბევრ სხვა პროფესიასთან არის დაკავშირებული, თქვათ, სამედიცინო სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია პირისხვის ჯანმრთელობა ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან პირისხვის ჯანმრთელობიდან იწყება, ასე ვთქვათ, სხვა ორგანოების ჯანმრთელობაც, ძალიან ორგანოსთან არის კავშირში პირისხრო და გარდა ამისა, ძალიან ასე კარგად მოვლილი კბილები და ლამაზი ღიმილი ფსიქოემოციურადაც დადებითად მოქმედებს ადამიანზე და ისინი უფრო თავდაჯერებულები არიან, როდესაც ლამაზი ღიმილი აქვთ და უფრო ბედნიერების ასეთ შემთხვევაში. ამის გარდა, დიდ ყურადღებას და სიზუსტეს მოითხოვს, რა თქმა უნდა, თქვენი პროფესია და რამდენი მნიშვნელოვანია თქვენთვის მუდმივი განვითარება და როგორ ხდება ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ ახერხებთ განვითარებას, განსაკუთრებით საქართველოშიც თუნდაც. როგორც უკვე ვილაპარაკეთ ამ თემასთან დაკავშირებითაც ნაწილობრივ განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სფეროში, იმიტომ რომ მუდმივად განვითარებადი სფეროა და ძალიან კონკურენტუნარიანი, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ექიმია დღესდღეობით სტომატოლოგი და ძალიან ამისთვის დავდივართ უამრავ ლექციებზე, მასტერკლასებზე, სამუშაო გრაფიკიდან მიუხედავად, რა თქმა უნდა, დავდივართ საქართველოშიც, საზღვარგარეთაც და მიხარია რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი სპიკერი, ანუ კარგი უცხოელი ექიმები ჩამოდიან, რომ თავისი ცოდნა გაგვიზიარონ და ამის ფუფუნება ნამდვილად გვაქვს სტომატოლოგებს და ჩემი აზრით მე ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული სფეროა დღეს სამედიცინო სფეროში სტომატოლოგია განვითარების თვალსაზრისით. კი ბატონო. ამის გარდა, ზოგადად რთულ და დაძაბულ სიტუაციებს ხშირად მოჰყვება კურიოზები. რამდენიმე მათგანს ხომ ვერ გაიხსენებდით? კურიოზები მოყვება ნამდვილად ჩვენ პროფესიას, ესე ვერ გავიხსენებ ხა ზუსტად. ძალიან ხშირად არის ხოლმე სხვადასხვა კურიოზები, მაგრამ უფრო ხშირად იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტებთან ძალიან შეფუთული გვიწევს, ასე ვთქვათ, და დაცული მუშაობა, სხვადასხვა ფარებით, კალპაკებით, ხალათებით, როგორც წესი ჩვენი პაციენტები კლინიკის გარეთ ვერ ვცნობენ ხოლმე ექიმებს და ძალიან ხშირად ყოფილა კურიოზული სიტუაციები ეს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაღაცა მისალმები ვართ, გამოვლაპარაკები ვართ და პაციენტი ვერ გვცნობს ამ დროს, როცა შეიძლება ჩვენთან დადიოდეს თელი ოჯახით წლების განმავლობაში, მაგრამ არა ფორმალურ მდგომარეობაში უკვე ცოტა სხვანაირად გვიყურებენ, ასე ვთქვათ, ვერ გვცნობენ და ძირითადად ამას უკავშირდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში კურიოზები, მაგრამ არა სამუშაო გარემოში ყოფილა, მაგრამ ახლა რაღაც სამწუხაროდ ეხა ვერ გავიხსენებ ყველაფერს დაწვრილებით. კი ბატონო. საბოლოოდ ჩვენი რუბრიკა რომ დავამთავრო, მაინტერესებს რას ურჩევდით მომავალ სტომატოლოგებს? მომავალ სტომატოლოგებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად გააკეთონ არჩევანი, ანუ იმ პროფესიაზე, რომელიც უნდათ თვითონ, იმ პროფესიაზე, რომელიც საინტერესოა მათთვის და უნდა თელი ცხოვრება ეს საქმე აკეთონ, ასე ვთქვათ და უყვართ. რადგან თუ პროფესია რაც არ გიყვარს, ძალიან ძნელია თელი ცხოვრების განმავლობაში აკეთო კარგად, შეიძლება აკეთო, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე კარგად არ გამოდიოთ, თუ ეს საქმე არ გიყვარს. და ჩემი აზრით მომავალ კოლეგებს ვურჩევდი, აუცილებლად ბევრი უნდა იმუშაონ, ბევრი ისწავლონ, არ დაიღალონ, ფარხმალი არ დაყარონ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პროფესიაში განსაკუთრებით. არის რომ მარტივი არ არის დაწყება, ასე ვთქვათ, ძალიან რთულია, ძალიან ბევრი ლოდინი გიწევს, რომ დაგიფასე შენი შრომა და მაგრამ თუ შრომობ და თუ მუშაობ შენს თავზე და ვითარდები, აუცილებლად დაგიფასდება და ამის და აუცილებლად მოიცადონ, არ უნდა აჩქარდენ რაღაცა თქვათ გადაწყვეტილებების არ უნდა შეიცვალონ და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ თავის შრომა აუცილებლად დაუფასდებათ. ანუ ჩემ პირველ რიგში აუცილებლად უნდა გააკეთონ არჩევანი სიყვარულით, რაც უნდათ ნამდვილად და მერე იმ საქმისთვის, რასაც აპირებენ სამომავლოდ, ძალიან ბევრი უნდა იშრომონ და ეს შრომა აუცილებლად დაუფასდებათ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან დროის გამონახვისთვის. მადლობა თქვენ, ყოველთვის სასიამოვნო ბავშვებთან ურთიერთობა ესეთი ფორმატითაც. კი ბატონო, მომავალში წარმატებებს და კარიერულ წინსვლას გისურვებთ.
ხოლო პარსკამდე მშვიდობები ვეკვატრის მაყურებლებს. დროებით. ფონტის წარმატებული კვლევების მორიგი გადაცემით დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება ლუკა ბურდული. იგი იყო 2021 წლის AIMT-ისა და 2023 წლის IWPT-ის საქართველოს ნაკრების წევრი, სადაც მოიპოვა ვერცხლისა და ოქროს მედლები. იგი ასევე მონაწილეობდა კონკურს მილენიუმსა და მოსწავლე გამომგონებათა კონკურს ლეონარდო და ვინჩი. ახლა კი გადავიდეთ ინტერვიუზე. მოგესალმები ლუკა, როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად, როგორ ხართ? მეც კარგად, პირველ რიგში მადლობა რომ ინტერვიუზე დაგთანხმდით. არა, მადლობა. როგორც ხარი ყოველთვის თან კავშირი რომ აქვს მის დამთავრების შემდეგაც. ამიტომ არაფერი იქით ძალიან მინდა რომ რაშიც გამოვადგები ჩემს სკოლას, ყველანაირად გვერდში დაგიდგეთ. როგორც უკვე აღნიშნე, ბევრ ტურნირებში გაქვს წარმატებები. შეგიძლია გითხრა რა გამოცდილება მიიღე მათში მონაწილეობით და დაბრკოლებებს აწყდებოდით? მან ტურნირებში ალბათ ნატურალისტებს და ფიზიკოსთა ტურნირს გულისხმობთ, ხო? ორივე ტურნირმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემთვის, იმიტომ რომ დღემდე ვფიქრობ, რომ დღესაც მადგება იქ შეძენილი გამოცდილება, იმიტომ რომ არა მხოლოდ ფიზიკაში და საბუნებისმეტყველო საგნებში ცოდნაში დამეხმარა, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველანაირად მადგება იმ მხრივ, რომ მაგალითად, როდესაც ამზადებ ამოცანას, ხდები გარკვეულწილად დამოუკიდებელი, ან დამოუკიდებლად ცდილობ ჩაატარო შენი კვლევა. ეს სამეცნიერო კუთხით რო შევხედოთ, რომ კითხულობ უამრავ სტატიას, ცდილობ რომ შენით შექმნა რაღაც თეორიული მოდელი, მერე დატესტო სხვადასხვა რიცხვებზე და ანალიზს სწავლობ რიცხვით შედეგების ჩვენებას და ასე შემდეგ, ეგ პროფესიული მხრივ, მაგრამ ამასთან ერთად გეხმარება შენი მიღწევების წარმოჩენაში, ანუ როდესაც შენ პრეზენტაციას აკეთებ, თან თუ გახვედი საერთაშორისო ტურნირზე, რა თქმა უნდა, ინგლისურად ენაზე იქნება. პირველი შეხება არის შენი ინგლისური ენის პრაქტიკასთან, ანუ წარმოიდგინეთ, რასაც სწავლობ მერვე მეცხრე კლასამდე ინგლისურს, ან მათემატიკას, ფიზიკასა და ასე შემდეგ ამ ყველა ენას და საგნებს ამის წარმოჩენა გიწევს შენ შემდეგ ტურნირზე და პირველად გაქვს შეხება, რომ პირველად ხვდები შენი შრომა როგორ შეგიძლია წარმოაჩინო და ამაში ვარჯიშობ. და შემდეგ უკვე მაგალითად უცხოეთშიც რო ჩამოდიხარ, ინგლისური ენის პრაქტიკა გავლილი გაქვს ამ ტურნირების გამო და ძალიან კარგად გეხმარება და გადგება. ამის გარდა ტურნირებზე ხშირად არის დისკუსია და რეცენზია. დისკუსიის ნაწილი გეხმარება, რომ შენი პოზიცია დაიცვა, ან დააფიქსირო დისკუსიაში ადამიანთან, როცა შენი ოპონენტი გესაუბრება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს მარტო ფიზიკაზე და მათემატიკაზე არ არის, ლოგიკურად მსჯელობაში გეხმარება თან სხვა ენაზე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია უცხოეთში სწავლისთვის. და რეცენზიაც არის სხვისი პრეზენტაციის მოსმენა და მოსმენის კულტურასაც იმუშავებ, ასე ვთქვათ, და გაანალიზების უნარს იძენ სხვისი ნაშრომის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც შეგიძლია სკოლის ასაკში გამოიმუშაო და ბევრს არ აქვს ამის ფუფუნება და შესაძლებლობა. ამიტომ ყველანაირად მაყოფილი ვარ მე რა გამოცდილებაც მივიღე ტურნირებით და ძალიან დიდ რეკომენდაციასაც გავუწევდი ყველავე კვას მოსწავლეს. მონაწილეობა გაქვთ მიღებული მილენიუმის კონკურსში, რომელიც არის მონაწილეობა გაქვთ მიღებული მილენიუმში, რომელიც არის გამოგონებათა კონკურსი. შეგიძლია მის შესახებ უფრო მეტი გვიამბო და რა გამოცდილება მიიღეთ? კი ბატონო, მილენიუმის კონკურსიც დაახლოებით იგივე სტილის არის, როგორც ტურნირი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ აქ არ გაქვს, უფრო ნაკლებად გიწევს პრეზენტაცია და დისკუსია და რეცენზია. აქ უბრალოდ შენს ნაშრომს, რასაც გამოიგონებ, წარადგენ ჟიურის წინაშე და ხდება იქ შეფასება. მილენიუმის პროექტმაც არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და მე პროექტი გავაკეთე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დახმარებით, ვისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ უნივერსიტეტს
იქაც ანალოგიურად მუშაობდით, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ მილენიუმის პროექტზე ცდილობ რომ შექმნა რაიმე არსებითი, ანუ ხელშესახები. შეიძლება მაგალითად ფიზიკის ან ნატურალისტთა ტურნირზე ქონდეს თეორიული მოდელი და ჩაატარო ექსპერიმენტები, მაგრამ ამ შენს მოდელს არ ქონდეს ისეთი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაგალითად თვითონ რაზეც მუშაობ, ხო? ანუ შეიძლება იყოს თეორიული, ან ისეთ ცოტა სხვანაირი, მაგრამ მილენიუმის პროექტი უფრო მეტწილად ისეთია, რომ შენი იდეის რეალიზებას ახდენ ცხოვრებაში. ამიტომ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რა თქმა უნდა, სამეცნიერო სფეროსი და ვფიქრობ, რომ ამ პროექტმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და მილენიუმი და ლეონარდო და ვინჩის პროექტი სწორედ ამაშია კარგი, რომ ცოტა ისეთი ბავშვები ვინც არიან, ვისაც უნდათ თავისი იდეების განხორციელება, ეს ორივე პროექტი ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს. მადლობა სინტერესო პასუხისთვის. როგორც უკვე ვიცით, ახლა გერმანიაში ხარ სასწავლებლად. რას უჩვენებ მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იქ სწავლით? კი ბატონო, ვფიქრობ, რომ თუ უცხოეთში სწავლა სურთ ბავშვებს, რაც შეიძლება დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ უცხოურ ინგლისურ ენას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი თავის რეალიზება მოახდინო სხვა ენაზე, უცხო გარემოში, იმიტომ რომ შეიძლება იცოდე, თეორიული ცოდნა გქონდეს, კარგად იყო მომზადებული და უნივერსიტეტში კარგი ქულები აიღო, მაგრამ ვერ ისიამოვნებ უნივერსიტეტის გარემოთი და თვითონ უნივერსიტეტით, თუ არ იცი კარგად უცხო ენა და სწორედ ამაში ეხმარება ეს ტურნირიც, რომ შეძლო უცხო ენაზე კომუნიკაცია. ამიტომ მთავარი რჩევა იქნებოდა, რომ ინგლისური ენა რაც შეიძლება კარგად ისწავლონ. ასევე იყვნენ ზოგადადაც ცხოვრებაშიც კარგი არის და რა თქმა უნდა უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ახალი გარემო რო არის, ძალიან მნიშვნელოვანია თავს როგორ დაიმკვიდრებ უცხო გარემოში და თავიდან როგორც დაიმკვიდრებ, ძირითადად მე ბოლომდე ანალოგიურად იქნები და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ იყო გახსნილი და ყოველთვის გახსნილი იყო ადამიანებთან საკონტაქტოდ და გაიცნო რაც შეიძლება მეტი ადამიანი, იმიტომ რომ უცხოურ უნივერსიტეტში ჩამოდიხარ, ხვდები მრავალი ერის წარმომადგენელს და უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა რომ და ისაუბრო მათთან და გაიცნო ეს ადამიანები, იმიტომ რომ განსხვავება ხო უნდა იყოს საქართველოში რომ გესწავლა და აქ რომ ჩამოდიხარ შენს ცოდნას დაუხლოვით შეიძლება ერთი და იგივე მიიღო, ან შეიძლება აქ უკეთეს, შეიძლება იქ უკეთეს, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ შესაძლებლობა გაქვს, რომ გაიცნო ბავშვები მთელი მსოფლიოდან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია სრულფასოვნად მოახდინო. ასევე სანამ წამოხვალ, წამოვლენ ბავშვები, თუ არ იციან რომელი უნივერსიტეტი ღირს, რომელი არა, მართლა მუშაობს მეილები, მე არ მეგონა ესეთ დიდი მნიშვნელობა თუ ქონდა, მაგრამ ყოველთვის ღირს რომ გააგზავნო მეილი და მიწევ ან პროფესორს, ან უნივერსიტეტის წარმომადგენელს, ან თვითონ უნივერსიტეტს. ყოფილა ისეთ შემთხვევა, რომ რაღაც კითხვა მქონდა, მაგრამ ალბათ არ მიპასუხებენ და აღარც გამიგზავნიან რამდენი მეილი მისდით ამ უნივერსიტეტში, მაგრამ პასუხობენ და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგიძლია მოიპოვო ამ მეილებით. ამიტომ ყოველთვის თუ გაქვს მისაწერი და სათქმელი რაიმე უნივერსიტეტთან ან წარმომადგენელთან, რჩევა იქნებოდა, რომ აუცილებლად არ მოერიდოთ არაფრის და გააგზავნონ ეს და ეს კითხვები დასვან, იმიტომ რომ რაც მეტი ინფორმაციას მივიღებთ წამოსვლამდე, მით ნაკლები მეტი წარმოდგენა გვექნება ამ უნივერსიტეტზე და გადაწყვეტილების მიღებაშიც დაეხმარებათ ბავშვებს. ასევე მნიშვნელოვანია საბუთების მოგვარება, იმიტომ რომ დიდი დრო ჭირდება ვიზას და დაზღვევას და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ იანვრის შემდეგ უკვე საბუთებზე ზრუნვა უნდა დაიწყონ და იანვრამდე უნივერსიტეტები უნდა არჩიონ, დაწერონ თემები, რაც უნივერსიტეტები ითხოვენ ძირითადად რამდენიმე თემას სარეკომენდაციო წერილებს. ეს ყველაფერი შესაძლებელია რომ გაეცნონ უნივერსიტეტის ვებგვერდებზე თვითონ და ასევე კითხონ და არ მოერიდოთ კითხვები. ვისდასო ეს იქნება და მთავარი რჩევა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, წარმატებული კვლევები კი ერთ კვირაში დაგიბრუნდებათ. ნახვამდის. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ გადაცემა. მე კი შემდეგ პარასკევამდე გებშვდობებით. ნახვამდის.